ფრონტზე რა ხდება? ესე იგი, ფრონტზე სიტუაცია არის ეგეთი, არის მონაკვეთები, სადაც უკრაინელები არიან გადასული კონტრშეტევაზე, არიან ადგილები, სადაც არიან რუსები შეტევაზე და უნდა ეტაპობრივად გავიაროთ ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთები. აი აქ ჩრდილოეთში თქვენ ხედავთ, რომ აი სადაც ვაჩვენებ კურსორით, ეს არის კურსკის ოლქი და აი ეს ლურჯად შეჭრილი სივრცე, ეს არის ტერიტორია, რომელიც დაკავებული აქვს უკრაინელებს. და რუსები ბოლო კვირების განმავლობაში გადავიდნენ ინტენსიურ შეტევაზე ამ მიმართულები და შეტევის მიმართულება ძირითადად არის გათვლილი აი მყელის გადაჭრაზე, სადაც ეხლა ამ ეტაპისთვის დარჩენილია აი ეს ერთი საკომუნიკაციო გზა. აი ხედავთ, ერთი გზა შედის, დანარჩენი გზები, რომელიც ახლა შეიძლება რაღაც ბილიკები კი არის, მაგრამ აქ საუბარია მომარაგება, აი ხელა ტერიტორიაზე ამის დასაცავად არის სამხედრო ნაწილები, რომელთა შემადგენლობასაც მომარაგება ჭირდება და აი ბოლო მე მგონი გუშინ მოხდა. კი, გუშინ მოხდა ეგ სამხრეთის შეტევა, ანუ თვითონ ამ ყელის სიგანე არის პლუს-მინუს 10 კილომეტრი. ეხლა დარჩენა აი ეს სიგანე არის 10 კილომეტრი და გუშინ მოხდა ეს შევარდნა აქ. აი ეს კიდე შეავიწო. სუბუქი საარტილერიო სისტემები და დრონები უკვე ორივე მხრიდან იმ თავარ გზას. სინამდვილეში აი ეხა შეუიარაღებელი თვალითაც რო შეხედო, აი ოდნავ გაადიდე. ანუ აი რაღაც თავკომბალასნაირი ფორმა მიიღო ამ უკრაინელების პლაცდარმმა. დაახლოებით ეს ფართობი, რაც ახლა დარჩენილია კურსკის ოლქში. მესამედზე ნაკლები, მესამე. ნუ თავიდან, როდესაც აგვისტოში შეიჭრნენ, დაახლოებით 1100 კვადრატულ კილომეტრზე იყო, რასაც აკონტროლებდნენ. მერე ნელ-ნელა რუსებმა შეავიწროვეს და ეხლა არის დაახლოებით 400 კვადრატი, მაგრამ მთელი პრობლემა რა არის? ანუ ეს გვერდებში იმდენად იყო ფართოდი. ხო, ნუ რუსებმა ნელ-ნელა დააპატარავეს, მაგრამ უკრაინელებისთვის ახლა რატოა ეს ძალიან მძიმე კონფიგურაცია. პრაქტიკულად ოპერატიულ ალყაში არიან, ანუ აი გაადიდე შენ რო თქვი. აი წითლად არის მონიშნული, წითლად არის რუსული პოზიციები და შიგნით არის ერთადერთი მომარაგების გზა, ხო, არტერია. ბატონო, აი ეს არის რუსეთ-უკრაინის საზღვარი არის კურსორი, რასაც მიყვება, ანუ აი ეს მონაკვეთია რუსეთ-უკრაინის საზღვრის და აქ გადის, აი აწერია კიდევაც Google Maps-ზე და აი აქ გადის ეს მომარაგების გზა, რომელიც ქალაქ სუჯადან მერე ზევის უკვე აი აქ უკრაინის ტერიტორიაზე და აქედან ხდება მთელი ამ დაჯგუფების მომარაგება და მანდ არის კიდე ერთი მომენტი რა, რომ თითოეულ მებრძოლს აი ერთი ადამიანი რო წარმოიდგინო, რომელიც ზის დაუშვათ სანგარში. იმას დაახლოებით, ანუ პლუს-მინუს დღეში ჭირდება 50 კილოგრამამდე ჯამში მომარაგება, ანუ წყალი, საჭმელი, ტყვია-წამალი, აი ყველაზე მინიმალურ იქ ხა რა თქმა უნდა რაციებისთვის რაღაც შეიძლება აკუმულატორები დაჭირდეს, შეიძლება ვიღაც დაჭრილი იყოს, გამოსაყვანი იყოს, მაგრამ ძალიან უხეშად რო ვთქვათ, ადამიანს საკვების სახით, წყლის სახით და ტყვია-წამლის სახით ყოველ დღე 50 კილო ტვირთი უნდა მიუტანო. და როდესაც არის რაღაცა პლასტარი, რომელიც მთლიანად აი რამდენი 1000 ეგეთი ადამიანია, რომელსაც დღეში ეს 50 კილო ტვირთი უნდა მიუტანო, რამხელა კოლონა გამოდის სატვირთოების, რომლებმაც ეს ყველაფერი უნდა ზიდონიქ და ეს ყველაფერი როცა არის ჩამოკიდებული ერთ პატარა გზაზე, რომლის 5 კილომეტრი იქით და 5 კილომეტრი აქით უკვე ორივე მხრიდან რუსები არიან და ამას ბომბავენ ინტენსიურად, გასაგები ხდება უკვე რამდენად პრობლემური არის მანდ ოპერატიული სიტუაცია. ხო, თან ახლა თანამედროვე ეს ომის თვითონ შინაარსიც ხო ძალიან შეიცვალა, ეს დრონებით ხდება, ხო, ახლა ძირითადად თავარი დარტყმები და თავარი ზიანი და მსხვერპლი ამ რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში ძირითადად ხდება დრონით, ხო, აი დრონი გახდა, შეიძლება ითქვას ეს პანაცეა და ასეთ ვითარებაში ხა რანაირი მდგომარეობაც არის, მე არ ვიცი, ან უკრაინელებს სასტრაფოდ მოუწევთ იქიდან ჯარების გამოყვანა, რაც ასევე პრობლემაა, იმიტომ რომ
გამოყვანისაც ძალიან დიდ ზარალს მიიღებენ იმ ერთ გზაზე. თან ძალიან ბევრი ვიდეო იდება ხა რუსეთის მხრიდან ის გზა, უკიდურესად კონტროლ, საცეცხლე კონტროლ ქვეშ. ბახმუტში ერთი გზა რო იყო დარჩენილი, სიკვდილის გზად რო გადაუწიეს, იმას გავს. ბახმუტში მაშინ იყო 2023 წელი, მაშინ ამდენი დრონი და FPV დრონი არ იყო. მაშინ ძირითადად артиლერია მუშაობდა და დრონი ახდენდა კორექტირებას. ეხლა პრაქტიკულად ეს კამიკაძე დრონები და FPV დრონები, მით უმეტეს ეხლა ისიც გააუმჯობესეს, ანუ ადრე თუ აი ამ რადიო ელექტრონული ხელსაწყოებით ხდებოდა აი რაღაც დრონის შეფერხება, ანუ ჩახშობა. ეხლა უკვე ძალიან აქტიურად გამოჩნდა ბრძოლის ველზე დრონები, რომელიც იმართება იმით აი ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელებით რა, რომელსაც ანუ ვერაფრით ვერ ჩაახშობ, ანუ შეიძლება ითქვას პირდაპირ იმართება და კიდე პრობლემა რა არის ახლა უკრაინელებისთვის? ეს რო იყოს რაღაც სტანდარტული პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, ну აი გამოიყვანდნენ უკრაინელები იქიდან ჯარს და იტყოდნენ რომ აგერ კაცო ერთი წელი ვიყავით ლამის რუსების ტერიტორიაზე, რა ამოცანაც ჰქონდა, ეგ ამოცანა შევასრულეთ და გმირულად დავბრუნდით ჩვენს ტერიტორიაზე და ამოცანა შესრულებულია. მაგრამ ეხლა ხომ მიმდინარეობს ეს აქტიური მოლაპარაკებები. როდესაც აქტიური მოლაპარაკებები და დიპლომატია მუშაობს, მაშინ თითოეულ ასეთ საბრძოლო, ასე ვთქვათ, წარმატებას ან წარუმატებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შემთხვევით არ არის, რომ ეხლა გააქტიურდნენ ეს რუსები. მაგალითად, ჩვენ გვახსოვს, რომ კურსკის ოპერაცია რომ მიმდინარეობდა, ჩვენ რო ანალიზს ვაკეთებდით, რომ ამას რა სამხედრო ამოცანა აქვს ამას, ხო? იქ ბევრი პრო-დასავლური ფლანგიდან მაგაზე პასუხობდა, რომ ეგ არის სტრატეგიული გადაწყვეტილება მაგ ტერიტორიას გაუცვლიან რუსებს უკრაინულ ტერიტორიაში. და ეხლა რანაირადაც მინდის სიტუაცია, როგორ ჩანს, ეგ არაფერში გაცვლას არ აპირებენ, რუსები უბრალოდ აღებას აპირებენ. ხო, ну გაუცვლიან და მეორე ვერსიასაც ასახელებდნენ, რუსები უტევენ დონეცკის მიმართულებას, დონეცკის ფრონტზე და მანდ ზედმეტად სწრაფად მიდიან წინ, ამიტომ უკრაინელებმა კურსკში შეჭრით, სადეს რუსების ძალების იქით გადატყვება, თუმცა რუსების წინსვლა მხოლოდ აჩქარდა უგლედარი აიღეს, ვილიკა ნავასიოლოვკა აიღეს, ავდეევკა აიღეს, პაკროვსკ მაშინ მიიღეს. ხო, ეხლა ამის საპირწონედ რა სურათია უკრაინელებმა აი ამ დონეცკის მიმართულებაზე, ერთია ეს პოკროვსკი ძალიან მნიშვნელოვანი თავარი გამანაწილებელი ჰაბი, რომელსაც აი ეს მოადგნენ სამხრეთიდან რუსები და ამის აღება თუ მოხდა ძალიან ურთულდება მე მომარაგების თვალსაზრისით აი ამ კრამატორსკ, სლავიანსკი, ტორეცკი, ჩასოვიარის მიმართულებას უკრაინელებისას მომარაგება. აი ამ პოკროვსკის მიმართულებაზე უკრაინელებმა დაიწყეს კონტრშეტევა, ну საკმაოდ მასირებული ძალებით, რამდენიმე სოფელში, აი მაგალითად უდაჩნაია, მანდ იყო აიღეს უკან სოფელი უდაჩნაია და შევჩენკო ეს ნაწილი აიღეს შევჩენკო აგერ არის. ანუ ეგ რამდენჯერმე გადადიოდა მაგალითად ხელიდან ხელში და ძალიან აქტიურად იცვლება მანდ ესე ვთქვათ ფრონტის ხაზი. ხო და მანდ რუსები როგორც წერდნენ თან კვირების განმავლობაში წერდნენ უკრაინელების წინააღმდეგობის ინტენსივობა ამ მიმართულებაზე გამწვავდა, გაიზარდა. ეგ რეზერვები გადაისროლა. რეზერვები გადაისროლა. ეგ ბევრ ამასთან შეიძლებოდა ყოფილიყო დამოკიდებული, ხა მაგალითად პოკროვსკი არის დიდი ქალაქი, იქ შეიძლება განათავსოს დიდი ძალები, რომლებიც დაცულები არიან, ხოლო მის შემოგარენში, რომელიც პატარა სოფლებით და რაღაცა მინდვრებით არის გარშემორტყმული, იქ ძნელია ფეხის მოკიდება. ეგ ერთი, მაგრამ ეხლა მხოლოდ ეგ არ არის, აშკარად უკრაინელებმა დიდი რეზერვები გადმოისროლეს და კონჩეტევაზე გადავიდნენ. აქ და მეორე მნიშვნელოვანი კონჩეტების მიმართულება, აი ეს არის ქალაქი ყველაზე ეფექტურად, სადაც უკრაინელებმა გაანახორციელეს თავის მოქმედება, ეგა ტორეცკი. ეს არის ქალაქი ტორეცკი, რომელსაც ფაქტიურად ეხლა მის თავის შემოგარენთან ერთად რუსები იღებდნენ თვეები, ეხლა შემოგარენში იქ არის დასახლებები, ჯამურად რამდენიმე თვე დაჭირდათ ამ ტერიტორიის მთლიანად დაკავება, თითქმის მთლიანად იყო ტორეცკი დაკავებული. განაპირა კიდეებზე იყო მხოლოდ უკრაინელების
დაცვითი ზღუდები უკრაინელების ხელში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მათ განახორციელეს შეჭრა, აი ეგერ შევიდნენ, ხედავთ, ეს არის ქალაქის კვარტლებია. აი ეგრე შემოვალდნენ. დასავლეთი მიმართულებიდან შევიდნენ და რაღაც კვარტლების, რაღაც ტერიტორიები მნიშვნელოვნად წინ წაიწეს და აიღეს და მეორე შეჭრა იყო აი აქ მეორე მხრიდან ცადეს რომ აი გადაეჭრათ ქალაქი შუაზე და ეს ნაწილი რომელიც რუსებს უკავიათ ალყაში მოექციეთ, ნუ ვერ გადაჭრეს ჯერჯერობით, მაგრამ შევიდნენ გარკვეულ სიღრმეზე და მეორე მიმართულება იყო აი სამხრეთით წამოვიდნენ აი ეს აქ ტერიკონის როგორც ჩანს აი ეს დატოვეს რუსებმა, შევიდნენ ქალაქის სიღრმეში და ნუ ამ მომენტისთვის ამის იქით ეს არის რაღაცნაირად 1-2 დღის წინანდელი ინფოა ეხლა. ომის ბურუსით არის მოცული ეს მიმართულება. ანუ ქალაქის ბრძოლები იმიტომ არის ძალიან რთულად გასაანალიზებელი, რომ იმდენად სწრაფად იცვლება, ანუ რომელ ქუჩაზე ვის რა უკავია, რომ ეს არის პირობითი აღნიშვნა. ანუ შეიძლება ხვალე აღმოჩნდეს, რომ უკრაინელებმა ბოლომდე გადაჭრეს მართლა ის და ალყაში მოაქციეს ვიღაც ნაწილები, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ პირიქით რუსებმა კონტრშეტევა განახორციელეს, ანუ ჯერჯერობით მანდ ინფორმაციის დეფიციტი არის. ეს კონტრშეტევა უკრაინელების, რომელიც საკმაოდ დიდ ძალებით არის, ძალები ჩართული, შეიძლება მსჯელობა მიდის რა ითია გამოწვეული, ერთი მსჯელობა რომ კურსკიდან გამოსვლა რომ უწევთ მაგის გადასაფარად, აქ გარკვეული წინსვლა ჭირდებათ ერთი და ნუ ეგ ლოგიკაც იქნება. მეორე ლოგიკა რომ არა მარტო საინფორმაციო გადასაფარად, არამედ აი ეგ ტორეცკის შემთხვევაში და პოკროვსკის შემთხვევაში იქნება შემდეგი რთული მდგომარეობა. აი ეგ არის კიდე ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი ჩასოვი არის, რომელშიც რუსები შესულები არიან და ადრე თუ გვიან აიღებენ. ტორეცკის სრული დაკავების შემთხვევაში იქნება საფრთხე აი ამ ჯიბის გადაჭრის რუსების მიერ, რის შემდეგაც უკვე უშუალოდ მიადგებიან ბოლო დიდ თავარ ახლა დარჩენილ აგლომერაციას სლავიანსკ, კრამატორსკ, კონსტანტინოვკას ხაზს რუსები და აი ეგ უკვე შემდეგ პოკროვსკის თუ გადაჭრეს და პოკროვსკის თუ აიღეს, აი ამ მიმართულებას სერიოზული ეგ ნიშნავს რომ დონბასი დაიკარგა. ხო, სერიოზული სირთულეები უდგება. ამიტომ კრიზისული მდგომარეობა აქვს ძალიან უკრაინელებს ამ მიმართულებაზე თავდაცვისთვის და სადეს საკუთარი პოზიციების გაუმჯობესება კონტრშეტევით და გარკვეულწილად გაწევა რუსების კრიტიკული მათ შორის ახლა მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობს, ამ მოლაპარაკებებზე საკუთარი პოზიციების უფრო იმის ვიდეო გამყარების ამოცანაც არის. აი ეს უბრალოდ რატოა საინტერესო, ნუ დაახლოებით 1 წუთიანი ვიდეოა და კურსკის შესასვლელი. ხო, რაზეც ლაპარაკობ. აი მანამდე ერთ პატარა მომენტს ვაჩვენებ, აი ეს არის ვილიკა დავასიოლოვკა. ჩვენ რო ვამბობდით, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა აქ, ხო? აი ესთან ამასთან იყო. კი ბატონო, აი ეგ იყვნენ ურაჟაინასთან, ჩვენ მგონი სტარომლინოვკასთან. უგლედარი რომ ვნახოთ, ანუ თავარი ფორპოსტი რაც ცოტა აქეთ იყო, ხო? მარჯვნივ კი ბატონო, აი აქ იყო ქალაქი უგლედარი, აი ეგ გადიოდა, ასე ვთქვათ, ფრონტის ხაზი, ანუ მთელი 2 წელი. ქვემოთ გადიოდა, აი პავლოვკასთან, კი ბატონო, აი გადიოდა 2 წელი, აი ეგ ეჭირათ უკრაინელებს და უგლედარის დაცემის შემდეგ მერე უკვე მოხდა აქ და ფლანგიდან შეტევა, დაიკარგა ვილიკაია ნავასიოლოვკა და აქტიური შეტევა ხდება უკვე ვილიკაია ნავასიოლოვკადან ხდება გაფართოება აი ამ იქითაც ვაჩვენ სად გადიოდა, აი უგლედარი აქ არის ერთის მხრივ და დაახლოებით ესე იგი, აი ეგ მარინკასთან იყო 1 წლის წინ დაახლოებით, აი ეს უგლედარი აი ეს და აი ეს ტერიტორია გასვლა მე კურახოვო აიღეს ამ მიმართულებით უკვე გასვლა და პოკროვსკამდე ასვლა. ანუ საკმაოდ დიდი აი ესე გადიოდა. დონეცკთან უშუალოდ ახლოს იყო ავდეევკაც ეჭირათ უკრაინელებს. ფაქტიურად ავდეევკის დაცემით დაიწყო მაგ მიმართულებით დიდი გარღვევა. მოდი გიორგის ჩაგდებული ვიდეოც ვაჩვენო. ხო, ანუ ჩვენ რო ვთქვით, რომ კურსკში ძალიან კრიტიკული ვითარება აქვთ უკრაინელებს, აი რა ვიდეოს ჩავაგდე, ეგ ვიდეო ასახავს რამდენად გარღვეული აქვთ ეს მომარაგების ლოჯისტიკა და რამდენად საცეცხლე კონტროლ ქვეშ არის. მოდი აბა გამოვიტანოთ ეკრანზე და ჩავრთავ ეს არის. ანუ ეს არის კურსკის მომარაგების უკრაინელების მხრიდან არის როგორც გაუთიშო ქვემოთ ის აქვია იმას პლაშკა თუ აქვია.
თუმცა იყოს არ ფარავს. ანუ ეს არის დაზიანებული ტექნიკა. ანუ იმისთვის რომ კურსკში შეუტანონ ტყიაწამალი და საკვები იქ მებრძოლებს, უბრალოდ ძალიან მოკლე მონაკვეთში, რომელზეც სულ დაფრინავს მუდმივად რუსული დრონები, რამდენი ტექნიკაა განადგურებული. კი და უკრაინული ტექნიკა. ეს დრონები თანადგურდება. ანუ მე რო ამბობდი რომ თითო ადამიანს რამდენიმე 10 კილოგრამი ჭირდება ყოველ დღე იმისთვის რომ იომოს, მაგისთვის საჭიროა რომ უწყვეტ ნაკადად ეს ტრანსპორტი მიდიოდეს იქ და ამ ტრანსპორტის დანაკარგებს ხედავთ ახლა ამ კურსკის მომარაგების ერთადერთ არტერიაზე, რაც დარჩა უკრაინულ მხარეს. მე როგორც ვიცი, ომში ყველაზე დიდი დანაკარგები აი ამ მომარაგების ანუ მომარაგებაში ვინც აი ტექნიკით ვისაც გადააქვს რაღაც ესა თუ ის ტყვია-წამალი თუ საკვები ჯარისკაცებისთვის ყველაზე დიდი დანაკარგები მათზე მოდის ხოლმე. და აქაც ეგ ჩანს ახლა რომ გააჩნია როგორი სახე აქვს ომს გააჩნია ახლა მანევრული ომი თუ ხდება მაშინ შეიძლება ზურგში შევიდე სადღაც იმაში უნდა მოამარაგო აქ როგორც ერთი გზაა და 5 კილომეტრიდან ბომბავენ ნუ მან დიდი განაკარგები გექნება მან ჯობია სანგარში იჯდე ხო როცა პროტესტანტიკურია და არ იძuris არც აქეთ არც იქით მაშინ კაია ახლა ზურგში ყოფნა და უბრალოდ ყუთები გადამაქვს, მაგრამ როცა ესეთი კრიტიკული სიტუაცია, მანდ უკვე ძალიან რთული ხდება.